მართი მოგვები, რომლებიც ხდებიან ღირსნი იმ პატივისა, რომ უფალი იხილონ. და ამაზეც ვისაუბროთ, ესე იგი, უფალი ყველასთვის არის მოსული, მორწმუნეთათვის და იმ განსწავლული ხალხისთვისაც, ვინც გულისხმას ყოფს და მიდის უფალთან, აი უფალი ყველას ეძლევა. ხო. მოგვები მოდიან აღმოსავლეთიდან, მოგვთა თაობაზე არის ამგვარი რამ უწყება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მე-7 ქრისტეს აქეთ, მე-7 საუკუნემდე მოგვთა რაოდენობა არ იყო ცნობილი. მე-7 საუკუნიდან კვიდრდება აზრი, რომ მათი რაოდენობა იყო 3. სახელებიც არის ცნობილი: ბალთაზარი, გასპარი და მელქიორი. ხო, რატომ მაინც და მაინც 3? მათ შესწირეს, ჩვენ შემდეგში წავიკითხავთ, ნახავთ, ოქრო, გუნდრუკი და მური მაცხოვართა რომ მიდიან, ხომ? აი შესაწირის რაოდენობაც 3 არის. ამ 3-დან გამომდინარე მათი რაოდენობაც 3 ხდება. და 3-ზე ესა უწყება, რომ იქნებ 3-ების სახი არის სიმბოლური დატვირთა ეძლევა, ერთი და მეორე ნოეს შთამომავლები წარღვნის შემდეგ სემი, ქამი და იაფეთ, ესენი არიან კაცობრიობის უკვე მამათმთავრები, რომელთა თესლი მოდის და მრავლდება, ხომ? აი სწორედ ამ 3 ადამიანის სემის, ქამის და იაფეთის სახეს განასახიერებენ მოგვები, რომ ყველა მოდის უფალთან, ხომ თაყვანისცემ და განადიდონ უფალი.